გამარჯობა მოგესალმოთ ვადო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას ძვირფასო მეგობრებო სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ყველას. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. აქვე ამ თემიდან არ გავალ და რამდენიმე დღის წინ 4 ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსებს სასამართლომ განაჩენი გამოუტარდა უმეტეს მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ შორის არის სოფლიო ბანი პატონი პაატა ბურჭულაძე, უკვე ბრიტანეთის ოპერა მიმართავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დაინტერესდეს ამ საქმით და ითხოვს გათავისუფლებას ბატონი პაატა ბურჭულაძეს. ხოლო ჩვენი ოპერის თეატრი პირში წყლის ჩაგუბების გამო ვერაფერს ვერ ამბობს და თვალებით გვანიშნებენ რომ გმობენ ორივე მხრიდან ძალადობას და მიჯნავენ პოლიტიკას და ხელოვნებას ერთმანეთისგან. ძალიან კარგია. ბრიტანეთი კი გამოშვებას ითხოვს, ბრიტანეთი და რა ვიცი, სოფლიო ოპერები. ისე რომ დაუფიქრდეთ, რაც პაატა ბურჭულაძეს გაჭირებული ოჯახებისთვის სახლები აქვს გადაცებული, იმდენ სახლს ოცნების მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აქირავებდა მოსახლეობაზე. ეგეთი შედარება გავაკეთე. დასავლეთი საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანების გარდა ოცნების ყოფილ ჩინოვნიკებზეც ზრუნავს. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა ქართულ ოცნებას მოთხოვა რომ ღარიბაშვილი გაათავისუფლეთო, იმიტომ რომ რაღაცა არასწორად ყავთო ეგო დაკავებულიო და ამ მოთხოვნას გამოეხმაურა ეგრევე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა. ნახოთ რა განცხადება გააკეთა მან. ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა. შესაბამისად არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების ზრუნვა, შეშფოთება და წუხილი. აი რა უნდა ელაპარაკო ახლა ამათ ყურმოჭრილობის ფსიქოლოგია აქვს ასეთი ძვირფასო მეგობრებო. ბიძინამ თუ დაიჭირა, ესე იგი ბიძინამვე უნდა გამოუშვას. სხვისი გამოშვებული არ უნდათ. სულ რომ ქვეყნიდან გაიქცეს ბიძინა, ესენი მაინც ბიძინას დაელოდებიან. ისე არ გამოვა ციხიდან, იმიტომ რომ თელმა ოჯახმა, თელმა საგვარეულომ იცის რომ ბიძინას საკუთრებაა ირაკლი ღარიბაშვილი და არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ბიძინას საკუთრებაში. ბიძინას რო ქონება დაუსანქცირონ, ავტომატურად სანქცირდება ღარიბაშვილიც, იმიტომ რომ ქონებაში გადის ესეც ჩვეულებრივად. ახლა ევროპარლამენტარები აპირებენ მოთხოვნიდან ამოიღონ ღარიბაშვილის პუნქტი და აპირებენ თარჯიმნებს ათარგმნინონ ვირის და მადლის ქართული გამოთქმა ინგლისურად და ის ჩადონ რეზოლუციაში უშუალოდ. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ჟურნალისტებმა დაასახელეს აქციების დარბევის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე. ამის შემდეგ პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მათ დააკავეს აქციებისას ძალადობაში მონაწილე 3 სპეცრაზმელი. არა და აქციის მონაწილეები იძახდნენ მეტი გვცემდაო. ეტყობა მოეჩვენათ, იმიტომ რომ ამ 3 სპეცრაზმელიდან თითოს ჰქონდა 8 ხელი ძვირფასო მეგობრებო. ანუ 3-ზე გამოდის 24 ხელი. ამიტომაც ეგონათ აქციის მონაწილეებს რომ ბევრი უტყავდა. სინამდვილეში 3 კაცი არ ბევრდა იქაურობას. ამდენი ნაცემი მომიტინგე, ამდენი ნაცემი ჟურნალისტი, ამდენი ნაცემი ოპოზიციონერი და დააკავეს 3 სპეცრაზმელი. ანუ ამ 3 კაცმა ჩაიდინა ეს ყველაფერი. ამათ სასჯელი რუსთავის იზოლატორის ნაცვლად ბოლივუდში უნდა მოიხადონ, იმიტომ რომ 3 კაცს ამდენის გაკეთება მხოლოდ ინდურ ფილმებში შეუძლიათ რომ თქვა. ამ დროს როგორი განცხადება უნდა გააკეთოს ამ სპეცრაზმელების იმდროინდელმა უფროსმა. წესით უნდა თქვას გმობძალადობას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ან რაღაცა ესეთი მსგავსი რამ. მოდით ვნახოთ გედედეს ყოფილი შეფის ხარებას განცხადება. ვიღაცა არაკაცმა ჩაუშვა.
აი მართლა არ მესმის რა ასეთი რამ როგორ შეიძლება აი როგორ შეიძლება გააკეთოს კაცმა აი ასეთი რამ აი სპეცრაზმელი როგორ უნდა ჩაუშვას ვერ ხვდები მე გუშინ ერთად სცემდით აქციის მონაწილე ბავშვებს და დღეს სამართლიანობის აღდგონა მომინდობთ თუ რა ხდება ვერ გავიგე რა არის ესა როგორ უნდა იკადრო მე არ მესმის ესეთი რაღაცა რა გადავდივარ ძალიან საინტერესო თემაზე. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით განიხილებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას. პარლამენტი განიხილავდა საფრანგეთის. და პარლამენტისმა ეს რეზოლუცია მიიღო. არა და სალომეც და ბიძინაც ორივე საფრანგეთის მოქალაქეა. აი რა უნდა ვთქვა არ ვიცი რა. ფრანგი რო ფრანგს ამას გაუკეთებს. აი ის რანაირი ფრანგია გამაგებინე რა. ღმერთმა ამხელა ქველმოქმედი აჩუქა საფრანგეთს და შენ უჩხიკინებ რომ დაასანქცირონ. აი ასეთი სალომესნაირი უსამშობლო ფრანგების ბრალი ამდენი წელი საფრანგეთი ფეხზე რო ვერ დადგა. ჟანა დარკის სამშობლო რო სალომე ზურაბიშვილების ხელშია, აი ეგ არის დიდი უბედურება ძვირფასო მეგობრებო. ისე მიდის საქმე რომ მალე ბიძინას შეიძლება საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან, აი ესაა თქვენი ევროპა. აი ესაა მაგათი სამართალი. ეს უმადური საფრანგეთი. აბა ვის უნდა ქონდეს აქ საფრანგეთის პასპორტი თუ არა ბიძინას? ვინ გყავთ უკეთესი? მბაპე? ვინ არის? აბა მბაპები ვიღაცები. ამ რეზოლუციის შესახებ განცხადება გააკეთა გენერალმა მდინარაძემ, გენერალ-მაიორმა ბოდიში. ნახოთ თუ შეიძლება მისი ერთ სიტყვიანი ფრაზა მიფუჩეჩებულია. მდინარაძე საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციაზე ამბობს. საფრანგეთის რეზოლუცია რამდენად არის მიფუჩეჩებული მაგას ცოტა ხანში ვნახავთ, მაგრამ მამუკა შენი თანამდებობა რომ ნამდვილად მიფუჩეჩებულია, მაგას წყალი არ გაუვა. რაღაცა სიჩქარეში მოფიქრებულ, რაღაცა მიფუჩეჩებულ თანამდებობაზე მუშაობ, შენ თვითონაც არ იცი რა ფუნქცია გაქვს, რაზე მუშაობ, რა გაქვს, დილით იწყებ. მამუკას თანამდებობა ხო გამოუგონეს, ახლა კომენტარებს აკეთებინებენ, რომ გაამხიარულონ. მე კიდე რაღაცა აქტივობას მოუფიქრებენ, მაგალითად მარშალ გელოვანის გამზირს გადააკეთებენ და გენერალ მდინარაძის გამზირად და ამას დაარქვენ, ესე ართობენ. რაღაცა გასართობებს უგონებენ მამუკას, რომ რაღაცა დასაქმებული იყოს, აი ჩემთან ყავს დასაქმებული, აი ესეთი ფრაზა უხდება. მამუკას ადარი ჩემთან ყავს დასაქმებული, აი ესეთი ფრაზა უხდება მამუკა მდინარაძის. ამავე თემაზე უფრო დახვეწილი და დიპლომატიურად ზეაღმატებული განცხადება გააკეთა ირაკლი ზარქუამ. არ გვაინტერესებს მით უმეტეს საფრანგეთიდან, სადაც მილიონი პრობლემა აქვს და ის სარკოზი თუ რა გვარია, მაკრონი საკუთარ ხალხში ვერ გადის. მაკრონი საკუთარ ხალხში ვერ გადისო. მარტო საფრანგეთში ირაკლი, საფრანგეთში კი არა, მონაკოშიც ვერ გადის ხალხში. მონაკოში ირაკლი ვერ გადის მაკრონი ხალხში. აი ასე თავისუფლად გოგოს რო ხელი გადახვიოს, ესე რომ ჩამოაგდოს ხარზე და მონაკოში ქუჩაში ჩაიაროს, აი მაგისიც კი ეშინია, როცა ნებისმიერ ქართველს შეუძლია მონაკოში კაიქალს ხელი გადახვიოს, ესე ჩამოუგდოს. ესე და ქუჩაში ჩაულებრად იაროს და იტასაოს და დავიარო. ნუ ეგ არის რა პრობლემა. თვითონ ბიძინა ივანიშვილს არსალია სანქციებისთვის ჯერჯერობით. შეკვეთილში რომ პარკები აჩუქა ხალხს ხომ გახსოვთ? ვნახოთ საინტერესო ინფორმაცია ამ საჩუქართან დაკავშირებით. შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა სახელმწიფოს 4 მილიონზე მეტი დაუჯდება. სახელმწიფოს, ანუ ბიუჯეტს, ესე იგი ხალხს 4 მილიონზე მეტი, ის მეტი არის 700.000, ანუ ესე იგი 4.700.000 ლარი დაუჯდება სახელმწიფოს ამის შენახვა, ამის ნაჩუქარი პარკების. სხვათა შორის ორი არჩევანი ჰქონდა ბიძინას. ამ პარკების შენახვისთვის ყოველ წელს ან თვითონ უნდა გადაეხადა ეს 4.700.000, ან ხალხისთვის უნდა ეჩუქებინა ეს პარკი და ხალხს გადაეხადა 4.700.000.
ამჯერადაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ბიძინამ და პარკები თვითონ დაიტოვა, ხოლო პარკის შენახვის ფულს ჩვენ გადავიხდით. ჩვენ ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი ამ პარკების ფული გაითვალისწინეთ ხალხო, გადასახდელია, რომ იცოდეთ და კიდევ ბაობაბების წლისთავი მოდის ახლა ცოტა ხანში და სუფრისთვის 100 ლარს ვაგროვებთ. მაგასაც ჩვენ გვადებინებს, ხო, ჭერისახტაზე ხო უნდა მივიდეთ, ხო და ამიტომ რომ იცოდეთ. პარკების მოვლა 4.7 მილიონი ხო გვიჯდება, ახლა კიდე აბას თუმანს ურემონტებთ ბიძინას, რომელიც 70 მილიონი დაჯდება. მე ამ გარემონტებულ ქალაქს მოვლა ხომ უნდა. მაგის ფულსაც ჩვენ დავდებთ. ერთი სიტყვით მთელი ქვეყანა მოსამსახურეებად გადაგვაქცია. ოღონდ ჩვენივე თავს ჩვენვე ვუხდით ხელფას. აი ესეთი უცნაური მოსამსახურეები ვართ ძვირფასო მეგობრებო. რადგან შეკვეთილი და აბასთუმანი ვახსენე, აქვე მინდა ერთი ორიგინალური ინფორმაცია გაგაცნოთ ზღვისპირა ზოლიდან, კერძოდ კი ქობულეთიდან. ნახოთ. ქობულეთში იაპონელ მოგზაურს მოპარეს ის ველოსიპედი, რომლითაც 45 ქვეყანა გამოიარა. გაიაზრეთ ახლა ზვირფასო მეგობრებო, ანუ იაპონიდან წამოვიდა, რამდენი უბედური ქვეყანა გაიარა, ხო, იაპონიდან მოყვება. შეიძლება ჩინეთი გაიარა, ტაილანდი, ბანგლადეში, ბირმა, ინდოეთი, პაკისტანი, აი ესენი გაიარა და ქობულეთში მოპარეს ველოსიპედი. იაპონელს უთქვამს, რა პრობლემაა, მთავარია მშვიდობაა და ბომბები არ მაცვია თავზეო. ველოსიპედს ყველგან იპარავენ, სუში მაქვს, სუში საფწამო. ესეთი ინფორმაცია გააკეთა ამ პატრიოტმა კაცმა. ხედავ როგორ ვითარდებით, როგორც ქვეყანა, ადრე თუ მანქანებს იპარავდნენ, ახლა ველოსიპედს იპარავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტია კრიმინალისთვის. ხვდებით? აი ეს არის ერთი დიდი პლუსი. კარგად თუ დავაკვირდებით, ყველაფრის მიუხედავად ამ მოვლენას ჩვენთვის ერთი პოზიტიური მხარე მაინც აქვს. ამ იაპონელ მოგზაურს სულ რომ 45-ვე გამოვლილი ქვეყანა დაავიწყდეს, საქართველო და ქობულეთი მისი მეხსიერებიდან არასოდეს არ წაიშლება. სულ ეხსომება და ეს არის ერთი ძალიან დიდი პლუსი. მინდა გაგაცნოთ 2025 წლის პარტია ქართული ოცნების ფინანსური მდგომარეობა, რამდენი ლარი მიიღო შემოწირულობის სახით. 2025 წელს ქართულმა ოცნებამ 26.5 მილიონი შემოსავალი მიიღო. ყველა დანარჩენმა სხვა პარტიამ ერთად 22.5 მილიონი, ანუ 26 მილიონი ქართულ ოცნებას. არა და 2025 წელს არჩევნების საერთოდ არ ყოფილა. მაგრამ ბიზნესმა მაინც შესწირა ფული ოცნებას. საინტერესოა რატომ შესწირეს. მე ვფიქრობ ბიზნესი რომ თავისუფალია ეთყობა ეს არაა საკმარისი და უნდა ჩვენს ბიზნესმენებს რომ უფრო თავისუფლად ისუნთქონ. ანუ ისე გათავხედდნენ რომ თავისუფალი სუნთქვის გაორმაგებულ დოზას ითხოვენ. ფილტვები უნდათ რომ დაიხეთქონ. ფილტვები. ვაგრძელებთ ქართული ოცნების წევრთა ფინანსურ რენესანსის მიმოხილვას. პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ოცნების მაღალჩინოსნები და მათი მოადგილეები პრემიებს და დანამატებს მიიღებენ. დროული კანონპროექტია. ეს ვინმე ბობოლასგან არ შეიძლება ფული აიღონ, ქოცება ქრთამის სახით, თორემ ჩვენი ფული პრემიის სახით, რამდენიც გენებოთ ბატონებო, ინებეთ. რა პრობლემაა? ჩვენ უბრალოდ სიტყვა ქრთამი გვაღიზიანებს, თორე ხალხის ფული ღმერთმა შეგარგოთ. ღმერთმა შეგარგოთ კაცო. რას ამბობ? მინდა მუდამ ტკივნეულ და აქტუალურ თემას შევეხო, ეს არის პროდუქტების მაღალი ფასები. ფასების შემსწავლელი კომისია არისვენებს მუშაობის შემდეგ მე მარკეტებმა უკვე განაცხადეს, რომ ფასდაკლებებს გავაკეთებთო. ნახოთ კომისიის თავმჯდომარის განცხადება. ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია. ფასები საუკეთესოა, რითაც აღფრთოვანებული დავრჩი. ქსელურმა მარკეტებმა ფასდაკლებებს გავაკეთებთო, ესე ცალკე დავალაგებთ დახლზეო და მომხმარებელს მაგრამ შეამჩნიოსო. ეს ფასები იქნება ყვითელ ფურცლებზეო დაწერილიო. გაგიჟდნენ კომისიის წევრები, ეს რა მაგარი რაღაცა გავაკეთეთო.
ეს მაღაზიის მფლობელები მიხვდნენ, რომ კომისიის მილიონერი წევრები არ არიან იაფიან ქსელებში დამყოფები და ეს ყველაფერი სიახლეთ მიასაღეს. რას ერჩით ამ პატიოსან კომისიის წევრებს? მთელი ამ თვეების მუშაობა არ ღირდა ამათ? ადრე თუ ფასდაკლებები გვხვდებოდა მაღაზიებში დახლებზე გაფანტული. ახლა ეს პროდუქტი იქნება ერთ დახლზე. ამ ხელა რეფორმა საქართველოში მე არ მახსოვს. მიდი აბა ადექი და დაალაგე ერთად ყველა ფასდაკლებული პროდუქტი. შეძლებ? ვერ შეძლებ. კომისიამ კი შეძლო. ამ ხელა რეფორმა დავით აღმაშენებელსაც კი არ გაუტარებია ამ ქვეყანაში. ესე იგი, წარმოიდგინე რამ ხედავ არც სირთულე მოიფიქრეს, რომ ფასდაკლებული ფასები ხო გაფანტულია მარკეტებში. ამათმა ერთ ლოკაციაში მოუყარეს თავი. და ერთად დალაგია ყველა ფასდაკლებული პროდუქტი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი გარდატეხა. მეგობრებო, ძალიან მძიმე თემაზე უნდა გადავიდე, ვიფიქრე საერთოდ არ გამოაცხადებთ ხო? ვითრიე ფეხი, მაგრამ რა ვქნა? სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი. გაცნობოთ. 2 დღის წინ Deep State-ის მიერ მართული ევროპარლამენტი მუხანათურად თავს დაესხა მძინარე იმედს. ქართული დემოკრატიის მექას შეიძლება მთლად ასე არ იყოს, მაგრამ მინდოდა მაქსიმალურად მძაფრად გადმომეცა ეს ინფორმაცია. ნახოთ კონკრეტულად რა მოხდა ხალხო. ტელეკომპანია იმედი ევროპარლამენტში 1 წლით მუშაობა აგვეკრძალა. აიკრძალოს მე არც აპირებდნენ იმედის თანამშრომლები ევროპარლამენტში ჩასვლას, იმიტომ რომ ჯერ ერთი პრორუსული არხია და ევროპაში არაფერი ესაქმებად. და მეორეც კიდევ ხელფასს იღებენ ბოსტნეულის სახით და ფიზიკურად ფული არ აქვთ. ამიტომ რომ ბილეთი იყიდონ, იმგზავნონ და ასე შემდეგ. ძალიან შეუჩდნენ ამ პროპაგანდისტულ მედიებს რა. ესე იგი, ჯერ იყო და იმედი ბრიტანეთმა დაასანქცია, ახლა კიდევ ევროპარლამენტში აკრედიტაცია გაუქმეს და იცით რატომ? იმიტომ რომ ობიექტურად აშუქებენ ევროპულ ამბებს და იმათ არ აწყობთ ეს. აი მაგალითად ნახოთ იმედის ობიექტური კარდი. ფრიდრიხ მერცის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ხედავთ ხალხო რა ხდება? იშლება ევროპა. შეხედეთ რასაც ხადეს ტელეკომპანია იმედი. თქვენ ევროპელო კარგად რო ცხოვრობთ, მან და კაი ხელფასებს რო მიღებთ, იცოდეთ რომ დაშლილი ეგ თქვენი ქვეყანა. დაშლილი. უბრალოდ არ გეუბნებიან ეგენი. არ გეუბნებიან. ვით უნდა ირჩინოთ თქვენ უბედურებო თავით, თქვენ მართლა უბედურებო. ახლა იმას ნერვიულობ ეს ამდენი ევროპელი მიგრანტი ამ ჩვენ აყვავებულ ქვეყანას არ მოაწყდეს. აი ამ ჩვენ აყვავებულ ქვეყანას არ მოაწყეს და არ გადაგჯეგონ. თავისი კაბიანი კაცებით. კიდე კაბიეკს თალკეს აშიშრება ეხლა. ამდენი კაბიანი კაცი თუ დაიძრა ახლა, რა ვიცი ახლა. კაი, ჩვენ არ გვინდა გათხოვება, მაგრამ რომ მოგვიტაცონ. რა ვიცი, ხა მოტაცებული კაცი მე რა უნდა დარჩეს, აბა რა უნდა ქნას. აი მაგაზე ნერვიულობ, მართლა ნერვიულობ. საქართველოს წარმატების სტატისტიკებს რომ აქვეყნებს ტელეიმედი, ესეც არ მოსწონთ ეკონომიკა ჩამოშლილ ევროპელებს. ნახოთ იმედის ქარდი, რას გვეუბნება, ძალიან კარგი, ახალია, ძვირფასო მეგობრებო. დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს. არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა და გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო 20-ულშია. ტელეკომპანია იმედი თუ აქამდე თითო ქარტს აქვეყნებდა, ახლა 3 ერთ ქარტში გააერთიანა და ერთ ბაშად მოგვაყარა. მართალია ყველა წარმატება გაურკვეველია, ვერ ვიგებთ რისის რაში გვაქვს წარმატებები, ვერ გავიაზრე აი ეს ფრაზები, მაგრამ 3-ია ხალხო, 3-ია ერთ ბაშად. შემდეგში 6 ცალს მოიფიქრებენ, 6 ცალს შემოგთავაზებენ, მერე 8-ს ერთად და ბოლოს წიგნად გამოუშვებენ. წიგნის სახელად წარმატებების აღქმის 100 ინდექსი, რომელიც უნდა განიცადოს არამ ცოცხალი ხარ. გლობალური აღქმის ინდექსში 20-ულში ვართ, ეს მართლა ისეთია, აი აქ თავში სპეციალურად არ ჩასვეს არაფერი, ტელეკომპანია იმედმა, მხოლოდ დაწერეს გლობალური აღქმის ინდექსში 20-ულში ვართ.
და რაში ვართ ოცეულში, ეს უკვე ხალხს მოგვანდეს და რაც გვინდა, შეგვიძლია ის ჩავწეროთ. მე მაგალითად ახლა ჩავწერდი პოზიტიური ენერგეტიკის გლობალური აღქმის ინდექსში ოცეულში ვართ. თქვენც გთხოვთ ჩვენს YouTube არხზე, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენს YouTube არხზე კომენტარებში ვიდეოს ქვემოთ დაწეროთ რაში ვიყოთ გლობალური აღქმის ინდექსში. და შემდეგ გადაცემაში საუკეთესოებს გამოვარჩევ და წავიკითხავ თქვენს თვალწინ რაში ვიყოთ გლობალური აღქმის ინდექსში. მეც მინდა იმეც ჩვენი ქვეყნის წარმატებების სტატისტიკები მივაწოდო, თქვენ შეიძლება არ იცით და ჩვენი ქვეყანა მოქალაქეებში სასამართლო სისტემის სამართლიანობის განცდით მესამე ადგილს იკავებს, ეს რაც ვიცოდეთ მაინც, რაც შეეხება კორუფციის გამომუშავების უნარის დაქვეითების პოზიტიურ დინამიკას, აქ უკვე ვლიდერობთ. ასევე ლიდერები ვართ ყოველ ადამიანში ევროპული სულისკვეთების მკვეთრად გამოღვიძების მზარდი სურვილით. რაც შეეხება ქვეყანაში სიღარიბის დონის გლობალურად შეფასების არასტანდარტულ რეგრესს და მოქალაქეების დემოკრატიული სწრაფვის გაცნობიერებისა და ევროპული ღირებულებების შესანარჩუნებლად გამოსადეგი გრძნობების არსებობის პოზიტიური ერთეულის გაუმჯობესების მზარდ პროგრესს აქ უკვე ევროპას გადაუსწარით და ერთპიროვნულად სოფლიო ლიდერები ვართ. ხო და ამიტომ ვერ მოგვერევიან ძვირფასო მეგობრებო. აი ამიტომ ვერ მოგვერევიან. მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი. იმედია სულ მალე ჩემ შოუს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც გლობალური მუსიკალური ინდექსით სოფლიო ლიდერია. მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.